საქართველო დღეს 19 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. კვლავ გადაუღებლად თავს თბილისსა და მის შემოგარენში შეუჩერებლად მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურებიც. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. სისტემატურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი. გზაზე მიმდინარე სამუშაოებს კოჯურში დღის ბოლოს გაეცნო თბილისის მერი. კაკალაძე მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, თბილსერვისი, 10-ვე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები, ტექნიკით 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა არის მობილიზებული. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსი, ასევე მიკროავტობუსი გადაადგილდება უპრობლემოდ შეფერხებების გარეშე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ასევე მოუწოდო მძღოლებს განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან. ტექნიკა მობილიზებულია, ჯამში 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა არის გამოსული, 150 ცოცხალი ძალა არის გამოსული, რომლებიც მორიგეობენ და ასევე მსუბუქი მანქანები ყავს გამოყვანილი ქუჩაში, რომლებიც ათვალიერებენ ქუჩაზე ისეთ მონაკვეთებს, რომელსაც საჭიროებს სასწრაფო დამუშავება. დამუშავება ხორციელდება როგორც ტექნიკური მარილით, ასევე გაწმენდის საშუალებით, ასევე გზისავალი ნაწილის გარდა მუშავდება ფეხით სავალი ნაწილები, გაჩერებები, მიწქვეშა გადასასვლელები და კიბეები. ყველა თანამშრომელი აბსოლუტურად მობილიზებული დარჩება 20 რიცხვის განმთენიამდე, იმიტომ რომ პროგნოზის მიხედვით 20 რიცხვში დილის 10 საათამდე მაინც ინტენსიური ტოვაა გამოცხადებული. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. ფარცხისი თეთრი წყაროსა და მარნეული თეთრი წყარო წალკის საავტომობილო გზებზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს კიდევ რამდენიმე გზაზე, მათ შორის გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის კონკრეტულ მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო მესამე დღეა მოძრაობა შეზღუდულია ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზეც. გადაადგილება აქ მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დასაშვები. მსხვერპლი დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანთან ნორიოსკენ მიმავალ გზაზე. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი დაიღუპა არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს ავტომანქანაში ის მარტო იმყოფებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით არის დაწყებული. ირანში ბოლო პერიოდის ანტისამთავრობო პროტესტის დროს მომხდარ შეტაკებებს საერთო ჯამში 5000 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა Reuters ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდეს. ამ მონაცემების მიხედვით დაღუპულებს შორის 500 ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. ირანის ხელისუფლება ქვეყანაში მომხდარ არეულობებში ტერორისტებსა და შეიარაღებულ ამბოხებულებს ადანაშაულებს. ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით ამბოხი ამერიკელებმა დაგეგმეს. აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთო პროცესებში და ამბოხებულებს აკეზებდა. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გრენლანდიის საკითხზე ესკალაცია გრძელდება. საკითხზე ვაშინგტონის პოზიცია შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა დააფიქსირა. სკოტ ბესენტმა თქვა, რომ კუნძულის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის შეერთებული შტატების ნაწილი იქნება. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად დანია შეერთებულ შტატებთან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს. ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ნატოს 8 სახელმწიფო. ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ტექსტში ნათქვამია, რომ შტატების მხრიდან ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და სახიფათო ეგრეთ წოდებულ დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის. მზადება საპასუხო ტარიფებისთვის. გერმანული შპიგელი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ქმედებების გამო ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს ამზადებს. სტატიაში წერია, რომ ბრიუსელში უახლოეს დღეებში დაგეგმილ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საპასუხო ზომად განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე რიგი ამერიკული კომპანიებისთვის მუშაობის შეზღუდვასაც. საინფორმაციო სააგენტო Reuters კი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას გააძლიერონ ძალისხმევა ტრამპის გადარწმუნების მიზნით და თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტარიფების დაწესება.
ქართული ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობას უკავშირდება და ის მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ყველა მოქმედ აძარში გაიმართება სადღესასწაულო წირვა. აკურთხებენ წყალს, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება მთელი წლის განმავლობაში გამოყენება შეუძლიათ. ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარმა მდინარე იორდანეში ნათელი იღო იოანე ნათლისმცემლისგან და ამ დღესასწაულს ასევე ქვია გაცხადება ყოვლადწმინდა სამებისა, ვინაიდან როდესაც ძე ღმერთი უფალი იესო ქრისტე მდინარე იორდანეში ნათელი იღებდა, სული წმინდა ღმერთი მტრედის სახით გარდა მოევლინა და მამა ღმერთის ხმა გაისმა ზეციდან, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნო ვიყავ და ეს არის სწორედ წმინდა სამების გაცხადების დღე. ნათლისღება ამჯერადაც გვიან ღამით აღნიშნეს ბათუმში. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ 30 წელს ითვლის. მორწმუნეები ზუსტად ღამის 12 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან. ცერემონიაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ. გამბანის რიტუალი წოდების მიტევების სიმბოლოდ ითვლება. მიულოცავ სრულიად საქართველოს ყველას. ეს ბედნიერი დღე და ლოცვილი იყოს და ბედნიერების და სიკეთის მომტანი იყოს სიმშვიდი, მშვიდობის. ნამდვილად რომ რაც ჭირდება და გვესაჭიროება დღეს მთელ საქართველოს და დაჟე მთელ მსოფლიოს. მე ვთქვათ, გამთლიანებული იყოს საქართველო. გილოცავ ნათლისღების დღესასწაულს, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა უფრო მეტი გამბედეობა მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, რაც გამომივიდა, ბედნიერი ვარ, ამით გილოცავთ ყველას ნათლისღებას. რა ვიცი, უფლის მეოხეობის და შემოწეობის ქვეშ ყოფილიყავით. ნათლისღების დღეს ეს არის მრავალს ეს ტრადიცია, რომელიც ახლა აღესრულება არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის დაარსებული ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს გარკვეული სახალხო დღესასწაულად იქცა ეს ტრადიცია და გვეთო მრავალს დაგვესწროს და ჯანმრთელობით და სიყვარულით. ზურმუხტისფრად განათდა თბილისის სატელევიზიო ანძამ. აქტიობით ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საშვილოსნოს წყლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მედიკოსები ახსენებენ მოსახლეობას, რომ თბილისში მცხოვრებ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს საშვილოსნოს წყლის უფასო გამოკვლევის ჩატარება შეუძლიათ. ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციულად უერთდება საშვილოსნოს წყლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას და თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად ანათებს. აღნიშნული სიმბოლური ჟესტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სკრინინგის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე, ვინაიდან საშვილოსნოს წყლის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე პრევენტირებადი დაავადება. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, ქართული და უცხოური ნაწარმოებები, ანსამბლ თუთარჩელა სამი თაობის კონცერტს უმასპინძლა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურმა ცენტრმა. სცენაზე გამოცდილ წევრებთან ერთად მაყურებელმა ახალბედა შემსრულებლებსაც მოусმინა. კონცერტი რუსთავის მერის მხარდაჭერით შედგა. თუთარჩელა სამი თაობა წარსდგა ჯანსუღ კახიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში. ჩვენს შევასრულეთ როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს ქვეყნების კლასიკური ნიმუშები, საგუნდო მუსიკის კლასიკური ნიმუშები. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც გახდათ ქალაქ რუსთავის მერია. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ თუთარჩელას სამი თაობა იდგა სცენაზე და მათ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ შეხვდა საქართველოს სპორტის მინისტრი. შეხვედრა ევროპის ხელბურთის ჩემპიონატის ფარგლებში შვედეთის ქალაქ მალმეში შედგა. მხარეებმა საქართველოში ხელბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს. სპორტის მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტს ხელბურთის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით იმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი ერთდროულად მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შეხვდი ხელბურთის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს. საუბარი შეეხო საქართველოში ხელბურთის განვითარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
გზა რეგიონიდან მსოფლიო არენამდე ქართულ MMA სამყაროს ახალი პროფესიონალური ორგანიზაცია GCL-ი შეემატა. ლიგის მიზანი რეგიონებში ნიჭიერი ახალგაზრდა მებრძოლების აღმოჩენა და მათი პროფესიული განვითარებაა. ტურნირები საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში ჩატარდება. ორგანიზაცია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. GCL-ი ემსახურება ტალანტების აღმოჩენას რეგიონებში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავიდეთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ის ნიჭი, რაც იმალება, ესე ვთქვათ, გვინდა რომ აღმოვაჩინოთ ახალგაზრდებში და გაუყვალოთ გზა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის UFC, Bellator, PFL-ი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში ესპერო განვითარების პროცესშია, 7-8 რეგიონი გვაქვს შერჩეული. ჩავალთ, აღმოვაჩინოთ ამ ახალგაზრდაობას. ერთგვარ ტრამპლინს გავუკეთებთ მსოფლიო ასპარეზზე და იმედია დიდი შედეგები გვექნება და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ასეთი იყო დღეს გურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ. დროებით.